Georgian Water and Power-მა 2025 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შედეგები წარადგინა. მიმდინარე წელს კომპანია აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგების სისტემების განახლება-განვითარებას როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ტექნოლოგიური მიმართულებით და თბილისის, ქალაქ რუსთავისა და ქალაქ მცხეთის წყალმომარაგებას ეტაპობრივად აუმჯობესებს. Well, in today's presentation we have presented დღეს ჩვენ საზოგადოებას წარმოუდგინეთ მიმდინარე წლის 6 თვის საქმიანობის შედეგები და ასევე ინფორმაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. წლევანდელი ინვესტიცია 126 მილიონი ლარია, საიდანაც 30 მილიონი ლარის პროექტები უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს 49 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები და წლის ბოლომდე დამატებით 47 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ჩვენ დღეს წარვადგინეთ ის ძირითადი გამოწვევები, რომელიც გვაქვს და რის მოგვარებაზეცაა მიმართული ჩვენი საინვესტიციო საქმიანობა. ჩვენ ვისაუბრეთ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მდგომარეობაზე და მათი განახლებისა და მოდერნიზების აუცილებლობაზე, არა მხოლოდ სასმელი წყლისა და წყალარინების მილების, არამედ ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, როგორიცაა გამწმენდი ნაგებობები, სატუმბო სადგურები, რეზერვუარები და მაგისტრალური მილსადენები. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სწორედ ამ გზით გავაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს ჩვენი მომხმარებლებისთვის და ამასთანავე ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მომავალშიც გავაგრძელოთ ინვესტირება ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და განახლებისთვის. ჩვენ მოვისმენთ კომპანია Georgian Water and Power-ის ანგარიში პროგრესთან დაკავშირებით. ხედავთ, რომ ის საინვესტიციო პროექტები, რომელიც კომისიის მიერ იქნა დამტკიცებული, სრულდება GVP-ის მიერ, რამაც გამოიწვია ეტაპობრივად ქსელში ავარიების შემცირება და მიწოდების მდგომარეობის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე პროგრესი არიზდეს უნდა გაგრძელდეს სწორედ იმ დამტკიცებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, რამაც კიდევ უფრო მეტად უნდა გააუმჯობესოს მდგომარეობა. კომისია ყურადღებით დააკვირდება კომპანიის საქმიანობას, ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ და შესაბამისად მომავალ ანგარიშებში დარწმუნებული ვარ, რომ იქნება უფრო მეტი და უკეთესი პროგრესი და მდგომარეობა მოქალაქეების წყალმომარაგებასთან და წყალარინებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება როგორც თბილისში, ასევე რუსთავში და მცხეთაში. მიმდინარე წლის გეგმებში ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული ელემენტების რეაბილიტაციის მიმართულება არის ქსელების რეაბილიტაცია, რა მიმართულებითაც ჩვენ 60 მილიონამდე ლარის ინვესტირებას მოვახდენთ 2025 წელს. დღეის მდგომარეობით აღნიშნული თანხიდან 72% უკვე ან ათვისებულია, ან აქვს ამ პროექტებს მიმდინარე სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ წლის ბოლომდე ჩვენი გეგმის სრულად შესრულებას შევძლებთ ყოველგვარი რაღაც ხარვეზის ან შეფერხებების გარეშე. გარდა უშუალოდ წყალმომარაგების მომსახურებისა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთვის თანამედროვე სერვისების შეთავაზება. სწორედ ამ მიზნით დაინერგა განახლებული ვებგვერდი, რომელიც GVP-ის აბონენტებს მისცემს შესაძლებლობას უმოკლეს დროში მიიღონ ინფორმაცია და გამარტივებულად, დისტანციურ რეჟიმში ისარგებლონ კომპანიის სერვისებით.